მადლობთ. მოგესალმებათ ვანო შოუ მთავარი იუმორისტული შოუ მთავარ არხზე. ვფასო მეგობრებო. პირველივე სასიამოვნო ინფორმაცია გუშინ საპატიმროდან გაათავისუფლეს ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. ვულოცავ მათ თავისუფლებაზე გამოსვლას. აბა, რა ხდება? რაო ბაჯაღლო ტელევიზია. გარეჯი საქართველოაო აწერია კიდევ ეკრანზე თუ ისევ მხოლოდ არჩევნებამდე იყო საჭირო ეს მაინტერესებს. ისეს ხო არის ღირსი იმედი ზუსტად იმ ადგილზე სადაც ეგ წარწერა იყო იმ საგარეჯოელი კაცის სახე რო გამოისახოს. ალეკო ელისაშვილსო შეხვდა იქ ბაზარში. სარფიანად გაყიდით მე ტელევიზიას ახლა ხო იყიდება ტელეკომპანია იმედი და ვის კაცის სახე რო იყოს გამოყვალი. იაშვილო აი ეკაც. სიტყვას ვერ ამხერხულია უძდელობა. ჩემი ღია სტუდიიდან და ჩაკეტილი ქვეყნიდან ვიწყებ მონოლოგს. მართალია ქვეყანა არ იხსნება პირველი თებერვლიდან, მაგრამ გვაქვს კიდევ ერთი კარგი ინფორმაცია. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და პირველმა ინტრიგანმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მალტას აქვს ზედმეტი მილიონი ცალი ვაქცინაო და მზად არის რომ გადასცეს ქვეყანას, რომლის მთავრობას დაელაპარაკება მათო. რატო გაგიკვირდეთ ახლა მიშას ასეთი წარდგენა, ასე რომ წარვადგინე. ვაქცინაზე თვეების განმავლობაში დალაგებული კორუფციული სქემა ჩამოუშალა ოცნებას 5 წუთში და ინტრიგანია აბა რა არის ეს კაცი გეკითხებით. რა გინდა გააკეთონ 1-2 კაპიკი ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე, რა სერევი შენ? ვინ კითხავს გეკითხები? ვინ კითხავს საერთოდ? დაეტიე რა მაგ შენს უკრაინაში. შენივრად ვიღუპებით აქეთ, რა გინდა, რა სერევი? არ გჭირდება შენი განათებული ქვეყანა, დაგვანებე თავი. არაფერი არ გვინდა შენი. შენი გადარჩენილი კაცის არ გჭირდება. საერთოდ. ესეთია რა, ქოცური ის არის, ხო? რაღაც ტიპიური ქოცური გამოხტომა, მომწოს ესეთი გამოხტომა. ჩაკეტვისგან დათრგუნული მოსახლეობის დამშვიდებასა და ამიდან გამყრელიზე მან განაცხადა, ჩემი გათვლებითო ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდებით დაახლოებით წელიწად ნახევარშიო. ხალხი აღშფოთდა კაცო, რას ამბობთ წელიწად ნახევარშიო დავიხოცებითო შიმშილითო. ხო და ბატონმა ამბიანმაც გარკვევით თქვა, შიმშილით დახოცვას ვინც გადაურჩებით, ის ადამიანები დაუბრუნდებით ცხოვრების ნორმალურ რიტმსო წელიწად ნახევარშიო. მოკლედ რომ თქვა სააკაშვილმა ვაქცინა გაგვიჩითა და მთავრობა საკონებელშია ჩავარდნილი, მიიღებს ამ ვაქცინას და სააკაშვილის სახელი დაერქმევა, არ მიიღებს ამ ვაქცინას და იტყვიან სააკაშვილის ჯინაზე არ იღებსო და ხალხს ხოცავენო. ჯობია დათანხმდეთ მიშას ვაქცინის შემოტანას, ნუ გეშინიათ, წასულია ის კაცი, ბიზინა, წავიდა, ვერ გაიგებს ვერაფერს, მოეშვით ცოტა, მორჩა, აღარ არის, წავიდა, მორჩა, მოიხსენით, სტრესი მოიხსენით, აქვია, ნუ გაკანკალებთ, გახსოვდეთ, რომ თქვენ ჩვეულებრივი ადამიანები ხართ, ისეთივე როგორც ბიზინა ივანიშვილია, რა იყოთ, რა მოხდა მე? ივანიშვილის გარეშე უჭირს მთავრობას გადაწყვეტილებების მიღება, არადა სად წავიდა ეს კაცი, არავინ არ იცის. ორი ვერსია. ერთი ვერსიით სანტროპეშიო სახლი იყიდაო და იქ მიდისო საცხოვრებლათო ივანიშვილიო. მეორე ვერსიით ჭორვილაში გადავიდაო საცხოვრებლათო, ესე ამბობენ. მე არ ამგონია, ჩემი აზრით უცნაურია, იცი რა არის? სანტროპეში სახლი იყიდო და ჭორვილაში გადახვიდე საცხოვრებლად. მე მგონი უცნაურია, ხო ეს ამბავი, ძალიან უცნაურია. იმიტომ რომ ეგ ხო იგივეა ახლა მდიდარი იყო და მაინც ღარიბის ხალხის ფული გინდოდეს. იგივეა. ან მერსედესი ყავდეს და გაზ 21 იყო შენი საყვარელი მანქანა. ან რამდენიმე ქვეყანაში იცხოვრო და არც ერთი ენა გამართულად არ იცოდე. პრინციპში ხო ალბათ ჭორვილაში იქნება. ჩემი ვერსიით ალბათ ესეა. ისე ჯობია აქ იყოს და ჭორვილაში იცხოვროს. ახლა რომ წარმოვიდგინე ხო ბიზინა სანტროპეში იქ პლაჟი იქ ღამის კლუბები, მე მეშინია კლუბური ცხოვრებით არ დაინტერესდეს, თორე მესამედ მოსვლა რომ გადაწყვიტოს, შეიძლება უკვე დაექსტაზებული მოვიდეს. მოვედი მაგარ ხუთზე ვარ, რაღაცა ევროპას ვაოცებ, ეგეთი მე პაროდიას ვერ ვაკეთებ, ყავს ჩვენ პაროდიის სპეციალურ მაგისტრის. სახლებზე და ვილებზე პუტინის სასახლე გამახსენდა, ყველამ ნახეთ ალბათ რამდენიმე დღის წინ ალექსეი ნავალნის დოკუმენტური ფილმი მთავარ არხზე, რომელშიც ნაჩვენები იყო პუტინის ვილა, პუტინის დენდროპარკი, პუტინის ფონდები. ნახეთ ხო, ესე იგი კროსვორდის შეკითხვა რომ იყოს. აი ესეთი მაგალითად, აქვს ჰექტრობით ვილა, უყვარს დენდროპარკი, ფულს ფონდში ინახავს. ჩასვით გამოტოვებული სიტყვა რო ეწეროს, პუტინის ნაცვლად ბიზნეს ჩაულებრივად ჯდება.
თან 600-ა ორივე რა უცნაური დამთხევა არ ვიცი მოკლედ პუტინის გატაცებები ძალიან გავს ბიზნეს გატაცებებს პუტინსაც აქვს საინვესტიციო ფონდი და ამასაც დენდროპარკი იმასაც აქვს და ბიზნესაც აქვს ხალხი იქაც გაღატაკებულია და აქაც ქვეყანა კორუფციის ჭაობში იფლობა იქ და აქაც იგივეა ერთადერთი განსხვავება ის არის რომ ბიზნესა ქვეყანას ყიდის პუტინი კიდე ყიდულობს აი ეს არის განსხვავება მეტი განსხვავება მაგათ შორის არაფერი არ არის მიუხედავად ყველაფრისა ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, ვისაც ძალიან უყვარს ბიძინა ივანიშვილი. მოდით ვნახოთ, რას ამბობს ერთ-ერთი ქალბატონი ბერას ქართულის მასწავლებელი. ასეთი ქველმოქმედება და ამდენი ამაგი საქართველოს მიმართ მაინამაინც არ გამოიჩინეს, რომ ამ კაცისთვის მადლობა ეთქვათ და მადლობა კი არა ვიცი, მე ჩემთვის სალოცავი ხატია ბიძინა ივანიშვილი. მე მაგათად რო იყოს ხატი ვილოცები. ბერას მშობელთა კრებაზე ბიძინა რომ მიდიოდა ალბათ ამ მასწავლებელს ეგონა რომ ღმერთი გამოეცხადა ალბათ მე ასე მგონია გადავიდეთ ძალიან საინტერესო თემაზე საუკუნის დაპირისპირება ოპოზიციაში მოდით ვნახოთ იაგო ხვიჩიას განცხადება მე მომეჩვენა რომ ნიკამელია მემუქრებოდა ნიკამელია ჩემზე დიდია ფიზიკურად ჩემზე მორება შეუძლია მე პარლამენტის წევრი ვარ მაქვს იარაღის ტარების უფლება და მინდა თუ ეს მართლა მუქარაა და მემუქრება ბატონი მელია და დაადასტურებს თქვენი ეთერით მე უნდა მივმართო საქართველოს პარლამენტს თუ ვისაც არ უნდა იყოს იმისთვის რომ იარაღის ტარების ნებართვა მქონდეს ჩემზე დიდი რო არ მომერიოს მე მჭირდება თავდაცვის საშუალება ნიკამელია ემუქრებოდა მელია ხო იცით რომელია აი გლდანის საძმოს წევრი როა მაღალი ცოტა მელოტი ესეთი როგორ არ გახსოვთ კაცო თაწმინდის საძმოს წევრი ოდიშარია რო გააჩერა ეგ არის მელია კიდე რითი გაგახსენოთ ახლა მელია აი მელია აი გრეჩი ხემა რო გადააგდეს 2009-ში იპოდრომზე ეგ არის მელია ხო გეწოდინებათ ახლა იცით ეგ იაგო ახლა ის სიმართლე რო გითხრა იარაღი კი არა ცოტა პატარა პაუზა რო გააკეთო ჯობია იმიტომ რომ არ არის ამდენი მოწევა ახლა აუცილებელი სიმართლე რო თქვა პატარა პაუზა მაინც საჭიროა ხო რაღაცა შუალედები მაინც არის საჭირო მე მგონი ასე მგონია ისე მაგარი აპასნიკაცია ეს მელია იარაღი კი არა მაგას დუტის კურტკა აქვს ისეთი ვიწროა რო ჩაიცვა იმინა თვითონ დუტი გუდავს ეგრევე ესეთი ტოპიკი დუტი რო აქვს წითელი ხო იცი რო გარბიხა და თან რო ზემოთ ამოდის აი მაგ დუტზე გელაპარაკები სულ მახსოვს და იმიტომ ესე ვარ რაღაცნაირად მომწონს მისი დუტის კურტკა აღარ იცავს სხვათა შორის რაც მე ვახსენებ ხოლმე იმის მერე მელია ასე არ გაჩერდება, ხო ვიცი მაგან თუ ვინმე ამოიჩიმა ბოლომდე ანადგურეს. მალე შეიძლება გამოვიდეს იაგო ხვიჩია და მოითხოვოს მომეცით ყურსასმენების ტარების უფლება, ნიკამელია მირეკავს და სუნთქვას მასმენინებსო. და მუსიკებს მასმენინებსო, ბავშვობაში იყო ესე რომ ვიღაცა გირეკავდა და მუსიკებს გასმენინა. რამდენიმე დღის წინ ინციდენტი მოხდა ბათუმში, ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე აჭარის უზენაეს საბჭოში გაერთიანებული ოპოზიციის სიით გასულმა დეპუტატმა არ გაიზიარა ოპოზიციის პროტესტი და ის საბჭოში შევიდა. ამ ფაქტით განაწყენებულმა ერთ-ერთმა აქტივისტმა მას თავზე ნაგავი დააყარა. ოპოზიციაში დაწყდა ერთი ამბავი, ეს როგორ შეიძლებაო, დაგმოყველა. როგორც ოცნება იქცევა ის ჩვენც ისე ხომ არ უნდა მოვიქცეთო მართლა შეძრწუნებული ვარ მეც სიმართლე რო გითხრა ძალიან გაბრაზებული ხალხო ოცნება უნდა გაუშვათ ხელისუფლებიდან მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით დაიმახსოვრეთ ჯერ მარტო ოცნებაში სიტყვა მშვიდობიანს რომ გაიგონებენ ფეხები უცახცახეთ მე ხო ვიცი მაგათ უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში რევოლუციები და სხვა სიმხეცეები უნდა მივეჩვიოთ ხალხი უნდა მივეჩვიოთ ყველა წლებზე გაწელილ მშვიდობიან საპროტესტო აქციის ფორმას კაცო რა რით ვერ გაიგეთ გომელაური სიტყვის მოვიშელიებ ჩვეულებრივად დღეს არ წავა მთავრობა ხვალ წავა ხვალ არ წავა ზეგ წავა ზეგ არ წავა საწავა ხო წავა რა არის იცით ქართული ოცნება როგორც გვექცევა ჩვენც მართლა ეგრე ხომ არ მოვიქცევით არა როგორ შეიძლება თან ოცნება ახლა რომ ტანკით გვებრძვის ხო ტანკით რო გებრძვით ოცნება თქვენ ტანკით ხომ არ უნდა ებრძოლოთ უნდა ატკით და ებრძოლოთ შპაგით შპაგა უფრო დახვეწილი მეთოდია ხომ ხვდებით არა ან ოცნება რო რკინის ხელკეტით გცემს შენც ეგრე ხომ არ უნდა გააკეთო და ეგ ხომ უნდა გაიმეორო უნდა ატკი და ერთი კარგად გამოლანძღო ოღონდ კორექტულად
ესეთი დახვეწილი მეთოდებით უნდა დაამარცხოთ ქართული ოცნება. აბა სხვანაირად როგორ? 8 წელიწადში ვერ დაამარცხე, შემდეგ 8 წელიწადში დაამარცხებ. მთავარია სახე არ დავკარგოთ, სახე. აი ეს არის მთავარი. არა, მართლა მაინტერესებს სად არის ოპოზიცია, ამაზე გამახსენდა. აი ეს ამდენი პარტია სად წავიდა? ქუჩის მასობრივი საპროტესტო აქციებს რომ აანონსებდნენ, აი სად არიან? თოქ-შოუებში რო ეკითხებიან, რატომ არ ჩანხართო? იცით რას პასუხებენ? რას პასუხებენ? ჯერ კარგ ამინდებს ველოდებითო. რა კარგი ამინდი ხალხო, დაწყდა ხალხი მშიერი. თქვენ ოპოზიციონერები ხართ თუ მერცხლები, გამაგიმინდეთ რა კარგი ამინდი უნდათ, რომ აქციები გამართონ. სხვათა შორის, სანამ თქვენ თბილ ქვეყნებში იყავით, რამდენიმე მერცხალმა გაიკეთა უკვე ბუდე პარლამენტში და ამიტომ ცოტა თუ არ აჩქარდით, ისე სხვანაირად არ იქნება. მაგრამ მათიც მესმის, რა დროს აქციები ამ სიცივეში, ოპოზიციონერები ხომ არ უნდა გაცივდნენ, არა? ნოემბერში და დეკემბერში იმიტომ შეწყვიტეს აქციები, რომ ფეხზე შესცივდათ. მეც ეგრე ვარ, ფეხზე თუ შემცივდა, ხომ მთელი დღე ვერ ვთქვი მე. მთელი დღე ვერ ვთქვი მე. აი ფეხზე თუ შემცივდა, დამთავრებული ამბავია. თან იმ რუსთავეზე დგომა ძალიან რთულია, იმიტომ რომ ორპირია და ყველა მხრიდან უბერავს და ასე შემდეგ. ესე იგი ახლა რა გამოდის? ცუდი ამინდი თუ არის, თუ წვიმს და მოღრუბლულია, ხალხის პრობლემები არ გაინტერესებთ, ასე გამოდის, მე ასე ვფიქრობ. ერთი ანეკდოტი არის ასეთი. კაცი მამაოს წამოეწევა გზაზე და ეუბნება: "მამაო, შევწოდეო და ჩაიბარე ჩემი აღსარებაო. რა მოხდაო, შვილო ჩემო? რა და მე და ჩემი მეზობლის ქალიო მივდიოდითო გზაზეო, უცეფო წვიმა დაიწყო, გადაუხვიეთ ბუჩქებშიო და იქ რო ვიყავითო, ისე მოხდაო, რომ აი ცოლს უღალატეო." შევწოდე მამაო. კიდე რა შეწოდე შვილო ჩემო? კიდე რა და ჩემი მეორე მეზობელი ქალი დამემგზავრაო 2 დღის წინ. და უცებო ჭექაქუხილი დაიწყო, წვიმა წამოვიდაო. ჩვენო გზიდან გადაუხვიეთო და კიდე შევწოდე მამაო. და კიდე მესამეთ მოვდიოდითო და მამაო გარბის ამ დროს გაიქცევა მამაო და მამაო მომისმინე სად გარბი ხარ და მგონი იღრუბლება შვილო ჩემო. ანუ მამაო ეუბნება. ხო და ერთ ჩვენი ერთ დღეს თუ შეამჩნიეთ რომ ხალხს ესაუბრებით, მაგრამ ხალხი გაგირბით, არ გაგიკვირდეთ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს პოლიტიკურ ცაზე 2012 წლიდან მოღრუბლულია და ახლა უკვე მე მგონი წვიმას იწყებს. ძვირფასო მეგობრებო, აი ესეთი მოკლე ანეკდოტი იყო, მაგრამ საინტერესო იცი ანალიზისთვის. ამ ანეკდოტის შემდეგ ძალიან ლოგიკურად გადავდივართ შემდეგ თემაზე, მოდით ვნახოთ ვიდეო. რახან ჭიათურის მოქალაქე ვარ და აქ მე ვემსახურები მაღაროელისა საერთო სისტემა მოწამულ ქვეყნა 1000 ევრო თვეში ერთხელ უნდა ჩამიდო ჯიბეში. არ დამემალია მე. კიდევ კარგი, აი რა ვთქვა, არ ვიცი. კიდევ კარგი მიტოვებული და დავიწყებული ვყავართ ღმერთს, თორე ეს რო გაიგო მე გენახა ჩვენი ტანჯვა და წამება. 1000 ევრო, ესე იგი 1000 ევრო ჯიბეში უნდა ჩამიდოთო. ესე იგი 1000 ევრო დღეს 4000 ლარია. 1000 ევრო იმიტომ თქვა რომ 1000 ძალიან არ ყვირის და 4000 უკვე ძალიან ყვირის, ხო ხვდებით რა? აი 4000-ია უკვე. ერთი სიტყვით ძალიან ეშმაკი კაცია ეს მამაო, რომ დაუყვირდა. ისე ცოტა უხერხულია მამაო, ასე პირდაპირ თანხის მოთხოვნა. მე უკვე ნიკოლოზივით, ან აი ახალი iPhone-ი მოგეთხოვა, ან MacBook-ი, ან Android ტელეფონი, ან ახალი ლეპტოპი, ცოტა brainstorming-ი ჩართეთ, ცოტა კრეატივი. ცოტა კრეატივი ჩართეთ, არ შეიძლება კაცო. ისე ქალაქს რო ემსახურები ეგ ერთი, მაგრამ ღმერთს რო ემსახურები, ღმერთის ხო რაღაცით უნდა დაგეხმაროს, არა? დააკვირდი ცოტა ხანი და თუ კიდე ვერაფერი სარგებელი ღვთისგან ვერ ნახე, ხო? ვაფშე გაანებე თავი რა. აი გაანებე თავი, დაანებე წადი რა. მოკლედ ძალიან არეულია ყველაფერი ქვეყანაში. რა დაალაგებს, ვინ დაალაგებს? ამ არეულ ქვეყანას არ ვიცი. მესამე ძალა გვჭირდება ხალხო. მესამე ძალა ჩვენ და მგონი გამოჩნდა კიდეს მესამე ძალაც. მოდით ნახოთ ეს ვიდეო. ხომ ხდებია რომ ქუჩაში ძალა იმდენი არ აქვს, ხალხი ვერ გამოყავთ. ღმერთის იმედი იმას და თუ შევხედე რომ ვერ იქცევიან, მესამე ძალა თუ გაინტერესებთ, გექნებათ მესამე ძალა. ისე მართლა ესაა მესამე ძალა. მე ამათ უჭერ მხარს. თან დამატებითი ხარჯი არ დაგჭირდება საერთოდ 25 მილიონი ისედაც აქვს ბიუჯეტი, მიწები და შენობები აქვს, მანქანები ემსახურებათ და ახლა ქვეყანას წვერებიანი კაცი უტირებს დედას თუ გაპარსული მე მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა სიმართლე გითხრა არ აქვს.
მე ამათ რო უყურებ ქვეყნისთვის ვინღა უნდა ილოცოს აღარ ვიცი. აი ვინღა უნდა ილოცოს. ერიც მამა ქვეყნიდან გარბის, მამაოები პოლიტიკაში მოდიან, რა ვქნა, ღმერთო, რა გავაკეთო, გამაგებინებ. ავდგები და მე შემოგთავაზებთ ყოველ პარასკევს საღამოს 10 საათზე ღამის წირმა მამა იოანე ჯავახიშვილთან ერთად. რა ვქნა, მიდით უნდა დაუგარე. მადლობ ჩვენ შოუს, მუსიკალურად აფორმებს ბენდი, თამუნალებეიშვილის ხელმძღვანელობით.